მოკლედ ეს არის მეგობრებო ჩვენი ავტომატი უმაგრესი გამოვიდა ჩემი აზრით და არ ვიცი თქვენ ძალიან უნდა მოგეწოდოთ ჩემი აზრით არ ძალიან ძნელია არ ძალიან დათვლილი მაგრამ მაინც კარგია ან შესაძლებელია მოგესალმებით მეგობრებო ახლა ვართ აჭარაში კოტეჯი ლემანორში აქედან ერთ-ერთი კოტეჯი ჩანს კიდეც არის ულამაზესი ბუნება მოკლედ დღევანდელ ვიდეოში გავაკეთებთ ავტომატს და რატომ სიმართლე გითხრათ ბევრ ადამიანს ავტომატზე არ დაუწერია რომ გააკეთოთ მაგრამ ერთი კომენტარი იყო რომ ერთი ბავშვი წერდა რომ აი მე პირადად გსხოვთ რომ გააკეთოთ ავტომატიო და ისეთი საყვარელი კომენტარია წერდა ისე საყვარელად რომ მიუხედავად იმისა რომ მართლა შრომატევადია ავტომატის გაკეთება მაინც დღეს მართა შემოგთავაზებს ავტომატს და რა ვიცი დავიწყოთ ხო? ახლა კი მეგობრებო მარტო გავაგრძელებ ამ ვიდეოს გადაღებას. პირველ რიგში დაგჭირდება თეთრი ფურცლები. ან მეგობრებო უკვე ფერადი ფურცლები. ფერადი ფურცლები უკვე მგონი უფრო კარგია, რადგან არ გიწევს გაფერადება და უფრო ცოტა დრო მიგდის. თუმცა თუ თეთრი გაქვთ, მაგაზეც არ ნერვიულობთ, რადგან ჩვეულებრივ გააკეთებთ. შემდეგი მეგობრებო რაც გჭირდება ეს არის წრის ფორმის კარტონი, სკოჩი აუცილებლად ჩვეულებრივი. ასე მეგობრებო გჭირდება სახაზავი. ეხლა ამ ფურცელზე მე რაღაცა უნდა დავხატო და გაჩვენებთ. მეგობრებო, ეხლა დააპაუზეთ და ფურცელზე ზუსტად აი ეს დახატეთ. შემდეგ მეგობრებო შეგვიძლია უკვე გავაფორმოთ რაც გვინდა. მაგალითად ვარსკვლავები დავახატოთ ამ ადგილებში. ოღონდ ამ და ამ ადგილის გარდა. ყველგან შეგიძლიათ გააკეთოთ რაც გინდა. ცოტა ქარი ამოვარდა, ამიტომაც აი ეს საყვარელი რაღაც უნდა გავაკეთო ჩემს მიკროფონს. აი მეგობრებო ეს რაღაცა უნდა გამოგვივიდეს. ეხლა კი ამ თლიან ფურცელს უნდა გადავაკროთ სკოჩი. აი თუ ხედავთ თლიან ფურცელზე სკოჩი მაქვს გადაკრული. გარშემო მეგობრებო თუ ზედმეტი სკოჩები გაქვთ მოაჭერით და აუცილებლად გამოიყენეთ დიდი სკოჩი, რადგან პატარით მართლა ძალიან გაწყვალდებით. უკვე მოვაჭერი ზედმეტი სკოჩები და აი ეს ნაწილები უნდა გამოვჭრათ. გაჩვენებთ როგორ. უფრო ადვილი რომ იყოს ესე შუაზე გადაკეთეთ და ეგრე გამოჭერით, რადგან უფრო ადვილად გააკეთებთ. აი მეგობრებო, შეხედეთ რა ლამაზია. მეორეც უნდა გამოვჭრათ ზუსტად ეგრე. ესე უნდა გამოგივიდეთ. აი ეს ნაწილებიც ესე უნდა მოვჭრათ. გაჩვენებთ როგორ. აი მეგობრებო, ესეთი რაღაც უნდა გამოგივიდეს. და მეგობრებო, სადაც მაქვს აი ეს ხაზები გავლებული, მათ უნდა მოვკეცოთ. გაჩვენებ როგორ. აი ეს გვერდები მოვკეცოთ და შემდეგ კი მეგობრებო, აი აქ რა ხაზებიც არის, ეგ უნდა მოვკეცოთ. აი ესეთი რაღაც უნდა გამოგივიდეთ. ეხლა კი მეგობრებო, აი ამ ცარიელ ადგილს, მხოლოდ აი ამ ადგილს უნდა გავუკეთოთ ესე სკოჩი. ანუ გადავაკროთ სკოჩი, აი ამ ადგილს ეს. ისე გავაკეთე, მაგრამ უკნიდან არის წებოვანი, ამიტომაც უკნიდანაც უნდა გადავაკროთ. აი მეგობრებო, ესეთი უნდა გამოგივიდეთ. შემდეგ მეგობრებო, უნდა ავიღოთ ეს კარტონი. მაგრამ საერთოდ ესეთი რაღაც შეგიძლიათ ფურცლისგანაც გააკეთოთ. ვიღებთ ამას და ვხაზავთ შიგნიდან აი ამ ადგილას. ესე შემოვავლებთ წრეს. აი მეგობრებო, ესე უნდა გამოგივიდეთ. ეხლა კი მეგობრებო, ეს ადგილი უნდა გამოვჭრათ. და საინტერესოა როგორც აი ეს გამოვჭერით, ზუსტად ეგრე დავკეცავთ და ეგრე გამოვჭრით. აი მეგობრებო, ესე. კიდე დაგჭირდება ფურცელი იმისათვის, რომ ვაკეთოთ ჩვენი ავტომატის უკანა ნაწილი. და როგორ? უნდა გადავკეცოთ მეგობრებო, აი ესე. მეგობრებო, აი ეს რაღაც ზემოდან უნდა დავაკეთოთ, აი ესე რომ გამოგვივიდეთ. და მეგობრებო, ფურცელზე შემოვხაზოთ. მაგრამ ამ ფორმაზე ცოტა მაღალი გავაკეთოთ. გაჩვენებთ ახლა ზუსტად. აი ამდენად მაღალი უნდა გამოვიდეს. ახლა კი მთლიანად გადავაკროთ სკოჩი. როგორც დავხატე, იმაზე გადავაკარი სკოჩი და ის მთლიანად უნდა გამოვჭროთ. ვა, ჯიჯივა. ესე უნდა გამოვიდეს. ეს ეხლა კი აი ეს ადგილი უნდა მოვკეცოთ. მეგობრებო, ესე რომ გამოვიდეს. ეხლა ეს ფურცელი ასე უნდა ავიღოთ ეს ჩვენი გაკეთებული მეორე ფურცელი და აი ესე მივაწეპოთ. ესე უნდა გამოგვივიდეს. ეს ეხლა კი ის უნდა აი ესე გადავკეცოთ. ვიცით, აქ რომ ესეთი გადაკეცილი გვაქვს. უნდა ავიღოთ ეს ნაწილი და ესე უნდა მივაწეპოთ. ეხლა კი
დავოიწყო ერთი რაღაცის გაკეთება, მაგრამ არ აუშავს. აი ესე გავაკეთებ, უკან ნაწილი გავაკეთოთ ესე და გავუჭროთ წრე. ზუსტად ამ წრის პარალელურად. ზუსტად ამ წრის უკან. ესე უნდა გამოგივიდეს, ზუსტად წინ უნდა იყოს ეს რგოლები. ხო, წინ. ჩვენ ისე ვლაპარაკობ. ეხლა კი მეგობრებო, ამ დარჩენილ ნაწილს უნდა დავაწებოთ აი ესე სკოჩი, რომ უკანა მხრიდან იყოს წებოვანი. ამ ეს სკოჩთან ახლა ბევრი მაქვს ნამუშავები და ანუ გამოცდი, ანუ ვიცი რა ახლა შენ რას მასწავლი მე. ერთი მხრიდან გავაკეთე, ეხლა მეორე მხრიდან ზუსტად ეგრე უნდა გავაკეთოთ. აი მეგობრებო, ესე უნდა გავანგევიდეთ. მეგობრებო, ეს ცოტა პატარა გამომივიდა, ამიტომაც ცოტას მივამატებ. შეხედეთ, ესე გავაკეთე. აქ დარჩენილ გვერდებზეც უნდა დავაკვრათ. ესე სკოჩი. ანუ მეგობრებო, აი ესე გვერდებზეც ვაკრავ. და აი ნახეთ, აი ესე თავისით დადგა. ეხლა კი მეგობრებო, უნდა ავიღოთ ეს კარტონი და ესე უნდა გამოვუჭრათ რაღაცნაირად. აი ძალიან ოდნავ უნდა ავიყვანოთ მაღლა. აი ესე უნდა გამოგივიდეთ. და შემდეგ კი ეს ამოჭრილები მაღლა, ანუ გვერდებზე უნდა გადავიტანოთ. ეხლა კი მეგობრებო, გავუჭრათ ესეთი წრე და აქ მივაწებოთ. გავდი შემოუხაზე და ეხლა გამოვჭრი. მეგობრებო, ამ წრეს ესე უნდა მივაკრათ სკოში, რომ უკანა მხრიდან იყოს წებოვანი. და მეგობრებო, აი ესე მივაწებოთ. ეს ცოტა მოვკეცოთ და 4 კუთხედი გამოვჭრათ. აი გაჩვენებთ როგორც. უკარტონია და ცოტა ძნელია. მეგობრებო, ესე უნდა გამანგევიდეთ. უკანა მხრიდანაც გავუკეთოთ ზუსტად ესეთი რაღაცა. აი მეგობრებო, ესეთი უნდა გამოვიდეს. არ დანებდეთ, უკვე თითქმის ბოლოში ვართ გასულნი. ეხლა როგორ ავახსნა ეს მითხარი? აი როგორ? მიკეთებს. მოკლედ მეგობრებო, აი ესე მივაკრათ სკოჩი ჩვენს 4 კუთხით და შიგნიდან დავაწებოთ. როგორც გამოვა გაჩვენებთ და მიხვდებით. აი მეგობრებო, ესე უნდა გამოგივიდეთ. და მეგობრებო, ზუსტად იგივე გავაკეთოთ მეორე. და იგივე მივაწებოთ. და მეგობრებო, დავამთავრეთ როგორც იქნა. აი მეგობრებო, ესეთი ავტომატი გამოგევიდა. ახლა კი მეგობრებო, შეგვიძლია ავიღოთ პატარა ფურცლები, გავაკეთოთ ან ჩასადები, ან უბრალოდ რამე დავხატოთ ზედ. მე მაგალითად რამეს დავხატავ. გული აი. ზე. ვარსკვლავი. დაწეხილე გული. კაი არა ხო გაწეხილი გული არ გინდა. და I love you. ლო ვე ი ო უ იუ. ეხლა მეგობრებო, კი ყველაფერი უნდა ჩავაგდოთ ჩიქ. აი მეგობრებო, ზებოდან უნდა დავაყაროთ, ოღონდ იცით რომ გვერდებზე დააყაროთ. ახლა კი მეგობრებო, ავიღოთ ავტომატი, გადავაბრუნოთ და ოი, ცოტა ბევრი ჩამოვიდა, იმიტომ რომ პატარა ფურცლები როა მაგიტო, მაგრამ თუ რამე უფრო დიდს გააკეთებთ, მაინც ანუ უფრო კარგი იქნება, თუ უფრო დიდ რამეებს გააკეთებთ. ჩამოვიდა მეგობრებო, გული. I love you არ ჩამოვიდა. ვარსკვლავი. კიდევ გული. დამზე. მოკლედ ეს არის მეგობრებო, ჩვენი ავტომატი უმაგრესი გამოვიდა ჩემი აზრით და არ ვიცი, თქვენ ძალიან უნდა მოგეწოდოთ ჩემი აზრით. არ ძალიან ძნელია, არ ძალიან დათვლილი, მაგრამ მაინც კარგია. ან შესაძლებელია. ეხლა კი არ დავიწყდეთ ჩვენი გამოწერა, რადგან 40,000-ზე გავაკეთებთ უმაგრეს გათამაშებას, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გამომწერებისთვის. ამიტომაც გამოგვიწერეთ. კარგად. ჩვენ მეგობარ სოფიკოს მოაქვს ახლა რაღაც. არ ჭამეთ მან. შემდეგ ინფიცი რაც გვჭირდება, ეს არის ხის. მიდი. ადიდა.
ფურცელზე უნდა გააკეთოთ. გამარჯობა. დიახ, დიახ. მადლობა. გამარჯობა. ბანანა. მარინა. დათიანო. როგორ ხარ? ჯობა. მიცაბა ის რო ასე გადმოვიტანოთ და აი ართა მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.